წინა ეპიზოდის დანაპირები იყო მომავალი, ანუ ახლანდელი სერია საინტერესო სიახლეებით. ამ დანაპირების შესრულებამდე ჩვენ გვაახლოებს, ან თუნდაც გვაცილებს სიტყვა გამარჯობა. როგორც ჩანს, კომპანია Sony საუკეთესო პერიოდი არ უდგას, უკვე ბევრი ჭორი დადის იმის შესახებ, რომ Sony დაიმშვიდობება სმარტფონების ბაზარს. კომპანია Sony-მ განაცხადა, რომ სპეკულაციური საუბრის მიუხედავად არასდროს დატოვებს მობილური ტელეფონების ბაზარს. იაპონური მწარმოებელი ცდილობს არ ჩამორჩეს კონკურენტებს, თუმცა ზოგჯერ შეცდომებსაც უშვებს. Arabian Business-ის პრეზიდენტმა და Sony Mobile-ის დირექტორმა ჰიროკი ტოტოკიმ ინტერვიუში განაცხადა, რომ კომპანია არ აპირებს თამაშიდან გასვლას და სმარტფონების წარმოების ბიზნესის გაყიდვას. მას ჯერა, რომ მოწყობილობათა განვითარება ბიცკს მისცემს ახალი კატეგორიის პროდუქციის გამოჩენას და მასში Sony შეძლებს საკუთარი კონკურენტუნარიანობა გვაჩვენოს. კაზიო ჰირაიმ შეგვატყობინა, რომ კომპანია გეგმავს მოიშოროს ბიზნესის ორი წამგებიანი ხაზი: სმარტფონებისა და ტელევიზორების წარმოება. მიუხედავად ამის ოპტიმისტური ტონისა, ტოტოკიმ გაგვაფრთხილა, რომ არც ისე შორეულ მომავალში Sony Mobile-ს დიდი სირთულეები ელის. დღეს ჩვენ ვხედავთ არაერთ ახალ მოთამაშეს ბაზარზე, მათ შორის ჩინეთიდან, რომლებიც ცდილობენ აწარმოონ ხარისხიანი პროდუქტი და ამით გააძლიერონ კონკურენცია. ჩვენ ვაპირებთ ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და მომავალში ჩვენი პროდუქციის დივერსიფიკაციას. Tesla Motors-ი გეგმავს თვითმართვადი ავტომობილების გამოშვებას. როგორც ჩანს, Elon Musk-ის ტყუილად არ უწოდებენ რეალური სამყაროს Tony Stark-ს. Tesla Motors გეგმავს სამზაფხულს გზებზე თვითმართვადი ავტომობილების გამოშვებას. Uber ერთ-ერთი კომპანია, რომლისთვისაც მომგებიანია ავტორობოტების გამოსვლა. გზებზე Tesla-ს ავტონომიური ავტომობილების გამოსვლასთან დაკავშირებით კომპანიის ხელმძღვანელმა საკუთარ გეგმებზე საკმაოდ ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გააკეთა. Jeffer Fisher Gervetsons პარტნიორმა Steve Gervetsonმა განაცხადა, რომ ესაუბრა Uber-ის აღმასრულებელ დირექტორს Travis Kalanick's Tesla Motors რობოტ ავტომობილების შესახებ. მან თქვა, რომ თუ Tesla შექმნის ავტონომიურ მანქანებს 2020 წლისთვის, ის იყიდის 500,000 მანქანას. Elon Musk-ი ამბობდა, რომ გეგმავს 500,000 ავტომობილის გაკეთებას წელს, მათ შორის Sedan Model S-ის, Jeep Model X-ისა და საშუალო დონის Model 3-ს. თუ Uber შეძლებს თავის დაღწევას მძღოლებისგან, რომლებიც ქმნიან მათი ბიზნესის საფუძველს, ის გააფართოებს საზღვრებს, შეცვლის ტრანსპორტის ბუნებას სამუდამოდ და მისი ინვესტორები გახდებიან ძალიან მდიდრები. მაგრამ ამის მისაღწევად Uber-ს მოუწევს მილიონობით დოლარის ჩადება ახალ ტექნოლოგიებში. თუ დაუშვებთ, რომ Tesla Motors ყველაფერი გამოვა, თვითმართვადი ავტომობილების საშუალო ღირებულება სავარაუდოდ იქნება $40,000 ფარგლებში. Model 3 გაიყიდება დაახლოებით $35,000, მაგრამ ძირითადი ყურადღება მიმართული იქნება Model S-ა და Model X-ზე. თუ შევჩერდებით $40,000-ზე, Uber-ს დაუჯდება $20 მილიარდი. ფინანსირების ბოლო რაუნდში ინვესტორებმა Uber შეაფასეს $50 მილიარდად. თუ კომპანია განაგრძობს ამ გზით მოძრაობას, ეს $20 მილიარდი შეიძლება არც ისე დიდი თანხა აღმოჩნდეს. ჯერჯერობით Uber-ს არ გააჩნია ასეთი თანხა, თუმცა კომპანიას ავტონომიური ავტომობილების სფეროში საკუთარი ინიციატივებისთვის დაფინანსების მიღებასთან პრობლემა არ ქონია. ელექტროენერგიის მიღება შეიძლება ზღვის ტალღების დახმარებითაც, სწორედ ასეთ გენერატორს დააკვირდებიან ჰავაის უნივერსიტეტის მეცნიერები, რაც შემდეგში ამ პროექტის მომავალს განსაზღვრავს. უახლოესი 1 წლის განმავლობაში ჰავაის უნივერსიტეტში მეცნიერები ზღვის ტალღების ენერგიის ელექტროენერგიად გარდამქმნელის მუშაობას გააკონტროლებენ. სათვალთვალო ობიექტად გახდა 45 ტონიანი გენერატორი Azura, რომელიც თავისი ნებისმიერი მოძრაობის ელექტროენერგიად გარდაქმნის უნარით გამოირჩევა. ექსპერიმენტის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ გამომუშავებული ელექტროენერგია მიეწოდება უშუალოდ ამერიკის შეერთებული შტატების ენერგოსისტემას. თუ შედეგი დააკმაყოფილებს მეცნიერებს და ენერგეტიკებს, მაშინ 2017 წლიდან მოსალოდნელია მსგავსი სისტემების მასიური განვითარება. ამერიკის ენერგეტიკის სამინისტრო დაინტერესებულია ენერგიის აღდგენის წყაროების განვითარებით. აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს საშუალოდ სანაპიროსგან 50 მილის დაშორებით. რამდენიმე დღის წინ დასრულდა პროექტების მიღება ტალღური ენერგიის გარდამქმნელის კონკურსზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 92-მა შემოქმედებითმა კოლექტივმა. კონკურსის მთავარი პრიზია ფულადი პრემია $1,500,000 ოდენობით. აგვისტოში აირჩევა 20 საუკეთესო პროექტი, რის შემდეგაც მათი შემუშავებლები მოქმედი მოდელების შექმნას შეუდგებიან. მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავმა Solar Impulse-მა უკვე დაასრულა თავისი რეკორდული მოგზაურობა.
ჩვენ თვალსაჩინებდით ამ პროცესს და თან პერიოდულად გაწოდებდით ინფორმაციას ამის შესახებ, რადგან ვიცოდით, რომ შეიძლება ისტორიული მომენტის მომსწრენი გამხდარიყავით. ასეც მოხდა. ყველაზე ხანგრძლივი ფრენა ისტორიაში 4 დღე და 22 საათი და თან ეს ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის გამოყენებით. სანამ მოცემულ სიუჟეტს ვამზადებდით მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავი Solar Impulse სავარაუდოდ უკვე დაჯდა ჰავაის შტატის აეროპორტში და დაასრულა რეკორდული ფრენა წყნარი ოკეანის გავლით. მთელ ყურადღებას და პატივისცემას იმსახურებს პილოტი ანდრე ბორშბერგი, რომელიც მართავდა უჩვეულო საფრენ აპარატს 120 საათის განმავლობაში. თუმცა გულწრფელად უნდა ითქვას, რომ Solar Impulse არ არის მხოლოდ ერთი პილოტის ნამუშევარი, ეს არის მთელი ლოჯისტიკური ჯგუფის მუშაობა, რომელიც რეკორდის დამყარების მომენტში მიწაზე იმყოფებოდა. თავისი ზომებისა და მაქსიმალური წონის შეზღუდვების გათვალისწინებით Solar Impulse შეუძლია ჰაერში მხოლოდ ერთი პილოტის აწევა. ეს როლი ნაწილდებოდა ბორშბერგისა და ბერტრან პიკარს შორის, რომლებიც ეცვლებოდნენ ერთმანეთს გადაფრენის სხვადასხვა ეტაპზე. დროის უმეტეს ნაწილს პილოტი უშუალოდ მართავდა თვითმფრინავს, თუმცა ბორტზე საჭირო იყო სხვა ამოცანების შესრულებაც, რომელსაც როგორც წესი მეორე პილოტი ასრულებს. მოცემულ შემთხვევაში კი მეორე პილოტის როლს ასრულებდა ფრენების მართვის ცენტრი, მონაკოში მყოფი 60 ადამიანისგან შემდგარი პერსონალი. მათი ამოცანა იყო თვითმფრინავის ქცევისა და პილოტის მდგომარეობის გაკონტროლება. რთული წარმოსადგენია, რომ Solar Impulse წარმოადგენს მხოლოდ დიდ PR ცვლას მზის პანელების წარმოების ინდუსტრიისთვის. კოსმოსური ნაგვის გასანადგურებლად გადაწყვიტეს გაუშვან დამლაგებელი ხომალდი, თუმცა მსგავსი რამ არც მიწაზე იქნებოდა ცუდი. 3 წლის წინ შვეიცარიის ლოზანის ფედერალურმა პოლიტექნიკურმა სკოლამ განაცხადა კოსმოსური აპარატის მშენებლობის გეგმაზე, რომელიც მოაგროვებს კოსმოსურ ნაგავს და დაწვავს მას დედამიწის ატმოსფეროს ზედა შრეებში. აპარატს, რომელმაც მიიღო სახელწოდება Clean Space One, ნაგვის ასაღებად უნდა გამოიყენებინა ბრჭყალის მაგვარი მექანიზმი. თუმცა ახლა EPFL-მა განაცხადა იმის შესახებ, რომ აპარატის დიზაინმა შეიძინა გარკვეული ცვლილებები და ბრჭყალის მაგივრად იგეგმება კეცვადი ბადის გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს ნაგვის შეგროვების ეფექტურობას და მის ატმოსფეროში გაშვებას. კოსმოსური დამლაგებლის გაშვება გეგმის მიხედვით უნდა შედგეს დაახლოებით 2018 წელს. Clean Space One-ის პირველი მიზანი იქნება მწყობრიდან გამოსული თანამგზავრი Swiss Cube. 10-ზე ზომების გამო ეს ობიექტი სავარაუდოდ იბრუნებს, ამიტომ მისი ხელში ჩაგდება უფრო მარტივი იქნება სწორედ ბადით, ვიდრე ბრჭყალით. როგორც კი თანამგზავრი აღმოჩნდება მოქმედების ზონაში, Clean Space One გახსნის თავის ბადეს და დაიჭერს მას. ამის შემდეგ ბადე დაიხურება მახეში აპარატის დასაფიქსირებლად. აღსანიშნავია, რომ ნაგვის ასაგროვებელი ბადის კონცეფტი დასავლეთ შვეიცარიის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის სტუდენტების იდეა იყო. გადაღებული ფოტოებით ვიდეოს შესაქმნელად მონტაჟის ხელოვნება საჭირო აღარ არის. ამაში ჩვენ უკვე Google-ის ახალი ალგორითმი დაგვეხმარება. Google-ის ინჟინრები მუდმივად იმყოფებიან სხვადასხვა მრავალფეროვანი ტექნოლოგიების შექმნის პროცესში, რომლებიც საბოლოოდ ახდენენ გავლენას ჩვენს ცხოვრებაზე. კორპორაციის კვლევების ცალკე მიმართულებას წარმოადგენს მოცულობითი გამოსახულების მიღება ორგანზომილებიანი ფოტოებით. ჩვენ ერთხელ მაინც გვისარგებლია Google Street View-ის სერვისით, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს უბრალოდ პანორამული ფოტოსურათია, რომელიც გადაკრულია სფეროზე, ხოლო ტექნოლოგია Deep Stereo პრინციპულად ახალი ალგორითმია Google-ისთვის. ეს უნიკალური ალგორითმი მოიფიქრა ინჟინერმა John Plinma. მან თავის სამ კოლეგასთან ერთად შექმნა სისტემა, რომელიც აანალიზებს ფოტოების გადაღების მიმდევრობას და თვითონვე აერთიანებს მათ რბილ, უწყვეტ ანიმაციად. რა თქმა უნდა, ტექნოლოგიას ბევრი ნაკლი გააჩნია. ვიდეოში ჩნდება სხვადასხვა ფოტოები და ნივთები, ან იძღაბნება მოძრავი ობიექტები, მაგრამ დღევანდელი შედეგიც უკვე შთამბეჭდავია. John Plin's ალგორითმი ავსებს ვიდეოს გამოტოვებულ კადრებს მასში არსებული მონაცემებით. პროგრამა თვითონ ხატავს საჭირო კადრებს ისეც, როგორცაც თვითონ წარმოიდგენს. პროგრამას არ ჭირდება კადრის ყველა წერტილის სიღრმის ცოდნა. ის თვითონ აღიქვავს და აანალიზებს გამოსახულებას თვალის ზომით. შემდგომ მას უწევს ყველა პიქსელის ფერის გამოცნობა. ფერებისა და სიღრმის მონაცემები ხდება მასალა ახალი გამოსახულების შესაქმნელად. Microsoft HoloLens-ი ის ტექნოლოგია, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ვერ დაეტია Minecraft-ის კვადრატულ კედლებში და სხვა სფეროებსაც გასწვდა. საგანმანათლებლო სისტემაში ამ ტექნოლოგიის დანერგვა საკმაოდ რეალურად და საინტერესოდ ჟღერს. Microsoft HoloLens гаджетმა შეიძლება მოიტანოს საგრძნობი სარგებელი განათლების სფეროში. პირველი სასწავლო დაწესებულება, რომელიც დათანხმდა გარნიტურის ექსპერიმენტულ დანერგვაზე თავისი სტუდენტების განათლების პროცესში, გახდა კეიზის დასავლეთ სარეზერვო უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს კლივლენდში. ამ უნივერსიტეტის სტუდენტი მედიკოსები პირველად შეძლებენ სასწავლო მასალის ხილვას ვირტუალური სახით და არა უბრალოდ წიგნების ილუსტრაციის სახით.
Microsoft-ი თანამშრომლობს მედიცინის მასწავლებლებთან, იმისთვის რომ მაქსიმალურად ზუსტად ასახონ აუცილებელი საგანმანათლებლო სახეები მოცულობითი პროექციების სახით HoloLens-ისთვის. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შეძლებთ ადამიანის ორგანოების ნახვას დაწვრილებით, მათ გადიდებას და ყველა მხრიდან დათვალიერებას. გარნიტურის გამოყენება შესაძლებელი იქნება სასწავლო აუდიტორიებში, სადაც მასწავლებელი გამოხობს 3D მოდელებს, რომლის შესახებაც უყვება სტუდენტებს. ასევე HoloLens-ის გამოყენება შესაძლებელია გამოცდის დროს, როდესაც მოსწავლე მის წინაშე წარმოდგენილი სხვადასხვა ვარიანტებიდან აარჩევს ერთ-ერთს. ვიდეოში თქვენ საკუთარი თვალით იხილავთ, როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი შემუშავების ადრეულ სტადიაზე. რა თქმა უნდა, სარეკლამო ვიდეოში ყველაფერი ძალიან შელამაზებულია, მაგრამ საერთო კონცეფცია საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება. მედიცინა მუდმივად პროგრესირებს. ხანდახან დაუჯერებელი, თუმცა მნიშვნელოვანი სიახლეების მომსწრენი ხდებით. დღესაც ერთ-ერთი ამგვარი სიახლის შესახებ გიამბობთ. წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც დაავადებებისგან კურნავენ არა წამლებით, არამედ ელექტროენერგიით. სავარაუდოდ ჩვენ უკვე ვუახლოვდებით ამ პროცესს. ჩვენი ნერვული სისტემა გადასცემს სიგნალს ჩვენ ორგანოებს, რათა დაახშოს ანთება და ეს მოვლენა ცნობილია როგორც ანთებითი რეაქცია. მაგრამ ზოგჯერ ეს სისტემა იშლება და მას შეუძლია მიიყვანოს ისეთ დაავადებებთან, როგორიც არის რევმატოიდული ართრიტი და ნაწლავის ანთებითი დაავადება. ტრადიციისამებრ, ექიმები კურნავენ მოცემულ დაავადებებს სხვადასხვა პრეპარატების გამოყენებით, თუმცა ისინი საკმაოდ ძვირადღირებულია. ამასთან ისინი ვერ თავსდებიან ყველა პაციენტთან და აჩენენ გვერდით მოვლენებს. ზოგჯერ კი შეიძლება სიკვდილიც გამოიწვიონ. როგორც ჩანს, მეცნიერებმა იპოვეს გზა თუ როგორ მიიყვანონ ელექტროსტიმულირება საჭირო ადგილას, რათა შეაჩერონ ქრონიკული ანთება. მოცემულ თერაპიას ეწოდება ბიოელექტრომედიცინა, გვაცნობებს Business Insider. როგორც ყველა დიდი აღმოჩენა მეცნიერებაში, ესეც იყო სრულიად შემთხვევით. ნიუ-იორკის ფეინშტეინის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის პრეზიდენტმა, ნეიროქირურგმა კევინ ტრეისმა და მისმა კოლეგამ შეისწავლეს ქიმიური ნივთიერება, რომელიც ბლოკავდა ტვინის ანთებას. ასევე აღმოაჩინეს, რომ ის ამცირებს ელენთასა და სხვა ორგანოების ანთებას. ამერიკის შეერთებული შტატების დაწინაურებული კვლევის პროექტების სააგენტო DARPA-მ ჩაუშვა პროგრამა წინა წლის შემოდგომაზე სახელწოდებით ELECT-RX, რათა დაეფინანსებინათ კვლევები სხვადასხვა დაავადებების ბიოელექტრომკურნალობაზე. პროგრამა ELECT-RX-ის მიზანია გაამარტივოს ელექტროსტიმულაციის შეღწევა ტვინში, გახადოს მინიმალურად ინვაზიური და მაქსიმალურად ზუსტი. ამ ტიპის თერაპია გაივლის კიდევ გრძელ გზას, მანამ სანამ ის გახდება ფართოდ გამოყენებადი. თანამედროვე სამკურნალო დანადგარები ჯერ კიდევ საკმაოდ უუნაროები არიან, რადგან ისინი შედგებიან დიდი ელექტროდებისგან, რომლებიც ახდენენ მთლიანი ნერვის სტიმულირებას, როდესაც ჩვენ გვჭირდება ნერვის მხოლოდ გარკვეული ნაწილი. თუ უკვე გაიგეთ ახალი GoPro-ს შესახებ, გამოცვლა არ იჩქაროთ, რადგან ახალი ყოველთვის უკეთეს არ ნიშნავს. თუმცა ეს თქვენი გადასაწყვეტია, ჩვენ უბრალოდ ამ ინფორმაციას გაგაცნობთ. კომპანია GoPro-მ ახალი ყინულის კუბის ზომის action კამერა Hero 4 Session გამოუშვა. კამერა ძალიან კომპაქტური და მოსახერხებელი გამოვიდა. როგორც T-Chart წერს, ეს არის GoPro-ს პირველი კამერა, რომელსაც არ ჭირდება 5 ექსტრემალურ პირობებში გამოსაყენებლად, თუმცა გვახარებს ყველაფერი ფასის გარდა. Hero 4 Session-ს ფასი შეადგენს $400. Hero 4 Session არის ყველაზე პატარა კამერა GoPro-ს ხაზში. მისი წონა შეადგენს მხოლოდ 74 გრამს და ის დაცულია წყალგაუმტარი კორპუსით. მისი ზომებიდან გამომდინარე მწარმოებელმა უარი თქვა მის რამდენიმე თვისებაზე. ახალი კამერა ვერ აწარმოებს 4K ფორმატის გადაღებას და ელემენტი არ არის ცვლადი. კამერას შეუძლია წყლის ქვეშ 10 მეტრის სიღრმეზე მუშაობა, ამასთან მისი მიკროფონების ახალი სისტემა უზრუნველყოფს სუფთა ხმას როგორც წყლიდან ამოსვლისას, ასევე ქარში გადაღებისას. Hero 4 Session თავად ორიენტირდება სივრცეში და გადაღებისას ავტომატურად ატრიალებს ვიდეოს. თუ აქამდე კამერის ჩასართავად და ჩასაწერად საჭირო იყო 2 ღილაკი, ამჯერად ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთით. ეს დადებითად მოქმედებს ბატარეაზე. ღილაკთან არის პატარა LCD ეკრანი, რომელიც აჩვენებს მუშაობის რეჟიმს, ბატარეის დონეს და კონტაქტის მდგომარეობას, მაგალითად დამტერნის შეერთებას. გადაღების ხარისხი არაფრით ჩამოუვარდება წინა მოდელებს. Hero 4 Session-ს აკლია მხოლოდ 4K გამოსახულება, როგორც $500-იან Hero 4 Black კამერას. თუმცა მომხმარებლის უმრავლესობისთვის საკმარისი იქნება 1440p 30 FPS-ზე და 1080p 60 FPS-ზე გადაღების რეჟიმები. საინტერესო სანახავი იქნება გიგანტური რობოტების დუელი. თან თუ ეს ნაციონალურ სახეს მიიღებს, იაპონურმა კომპანიამ მიიღო ამერიკელების გამოწვევა და არა გამორიცხული ამით საფუძველი ჩაეყაროს სპორტის ახალ სახეობას. ბევრი უკვე მოუთმენლად ელოდება ამ გრანდიოზულ დაპირისპირებას. საინტერესო იქნება.
მოსალოდნელია, რომ გიგანტური რობოტების ბრძოლები, რომელსაც ადამიანები მართავენ, გახდეს ახალი გასართობი და შეიძლება სპორტის სახეობაც კი. წინა კვირაში იაპონური კომპანია Suidobashi Heavy Industries ხელმძღვანელმა მიიღო გამოწვევა ამერიკული კომპანიის Megabot-ის მძიმე რობოტების ორთაბრძოლაზე. ორივე კორპორაციას გააჩნია შესაბამისი ზომების რობოტები, რომლებიც განსხვავდებიან გადაადგილების მექანიზმებითა და სიმაღლით. ამერიკელ მებრძოლს გააჩნია დაახლოებით 4,5 მეტრის სიმაღლე და მოძრაობს 2 მუხლუხოზე. მისი იაპონელი მოწინააღმდეგე 9,5 მეტრით დაბალია და მოძრაობს 4 როტაციულ ბორბალზე. შეიარაღებაშიც არის სხვაობა. Suidobashi-ის თითქმის 3 ტონიანი ქმნილების ღირებულება შეადგენს დაახლოებით $1 მილიონ, ხოლო კომპანია Megabot-ის 4 ტონიანი მებრძოლი შემქმნელებს დაუჯდათ $175,000. საინტერესოა ის, რომ ორთაბრძოლის აუცილებელ ნაწილს წარმოადგენს გიგანტების ხელჩართული ბრძოლა. მხარეები ვერ ჩამოყალიბდნენ ბრძოლის ადგილზე, მაგრამ სავარაუდოდ ეს იქნება ნეიტრალური ტერიტორია. ამერიკული მხარე აღიარებს იაპონელი კონსტრუქტორების ქმნილების უპირატესობას, მაგრამ იმედოვნებს დარჩენილი წლის განმავლობაში თავისი მებრძოლის დახვეწას. თუ თქვენ ცხოვრობთ 4000 წელზე მეტხანს, მაშინ ორი ვარიანტია, ან ვამპირი ხართ, ან შავი მარჯანი. თუმცა ვამპირები მხოლოდ მითებში გვხვდებიან, ხოლო შავი მარჯნის ნახვა შეიძლება ოკეანის ფსკერზეც. ოკეანური და ატმოსფერული კვლევების ნაციონალური მართვის მეცნიერებმა აღმოაჩინეს წყნარ ოკეანეში შავი მარჯნის ახალი სახეობა, რომელიც დღეისთვის მეცნიერებისთვის ყველა ცნობილ ზღვის ცხოველებს შორის ყველაზე ხანგრძლივ სიცოცხლისუნარიანად შეიძლება იქნას აღიარებული. ამ მარჯანს შეუძლია 4000 წელზე მეტი იცოცხლოს, რაც აქცევს მას ერთგვარ ვამპირად სხვა დანარჩენ შავ მარჯნებს შორის. მარჯანმა მიიღო სახელწოდება Leiopathes anosa, ხოლო ბინადრობს ჰავაის კუნძულების მახლობლად, 300-დან 500 მეტრ სიღრმემდე. გარეგნულად ის გავს მცირე ყავისფერ ოქროსფერ ხეს. მარჯანი ასევე ბინადრობს ნაციონალური საზღვაო ძეგლის Papahānaumo'uakes ტერიტორიაზე. ამიტომ მეცნიერებს არ გაუჭირდათ ფსკერიდან მარჯნის ნაწილის ამოღება და მისი ასაკის განსაზღვრა რადიონახშირბადული მეთოდის დახმარებით. მათ აღმოაჩინეს, რომ ის უკვე 4000-ზე მეტი წლისაა. ჩვენ იმდენად ცოტა ვიცით იმ არსებების შესახებ, რომლებიც ბინადრობენ ზღვებსა და ოკეანეებში. შემთხვევების უმრავლესობაში ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ, თუ რას შეიძლება გადავეყაროთ დიდ სიღრმეზე ჩასვლისას. განაცხადა ოკეანური და ატმოსფერული კვლევების ნაციონალური სამმართველოს თანამშრომელმა, დენიელ ვაგნერმა. რაც ყველაზე საინტერესოა, მთელ ამ ისტორიაში მარჯანი ცნობილი იყო მეცნიერებისთვის მე-18 საუკუნიდან, მაგრამ მას შეცდომით მიაკუთვნებდნენ შავი მარჯნის სხვა ცნობილ და არაფრით გამორჩეულ სახეობას. Goodbye, my lover. Goodbye, my friend. You have been the one. You have been the one for me.